ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. გადაცემა ეკონომიქსის გენერალური სპონსორია Heidelberg Cement. შენობის სიმყარეს ცემენტის ხარისხიც განაპირობებს. თუ მშენებლობას იწყებთ, Heidelberg Cement, უკეთესი მშენებლობისთვის. გადაცემის სპონსორია ლუდსახარში ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუდსახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუდს, კიუნიკ პილსნერი. კიუნიკ პილსნერ. დააგვირგვინე წარმატებული დღე. ბიზნესა და ეკონომიკის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საქართველოს რკინიგზა ამ წუთებში განვითარების გეგმის და ფინანსურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით პირველი კვარტლის შედეგების პრეზენტაციას მართავს. შეხვედრა რედისონში მიმდინარეობს. პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა, რომ პირველი კვარტლის შედეგები შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიურია. მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით არის ზრდა და იმედია, რომ მესამე და მეოთხე კვარტლებში კიდევ უფრო მკვეთრად წარმოჩინდება ის პოზიტიური ზრდა, რაც გვაქვს დერეფნებში. დაფიქსირდება როგორც აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ისე დივერსიფიკაციის კუთხით, აცხადებს მამუკა ბახტაძე. მისივე განმარტებით დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე საუბარი შეეხება ალტერნატიული დერეფნების განვითარების დინამიკასაც. ამ პრეზენტაციას ესწრება ეკონომიკური გუნდის თითქმის სრული შემადგენლობა, მათ შორის იქ იმყოფება ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ რკინიგზა ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულია და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობა, აცხადებს კახა კალაძე. მისივე განმარტებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კავკასიის კორიდორის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს, როგორც უკვე გითხარით, პრეზენტაცია ამ წუთებში დაიწყო სასტუმრო რედისონში. ფილგაში კი ყაზახური მენეჯმენტი ბრუნდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ასტანაში ყაზახეთისა და საქართველოს მთავრობათა შორისი კომისიის ხდომაზე მიიღეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყაზახურ მხარესთან ხელი მოაწერა ოქრ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ასტანასთან ურთიერთობა ახალ სტარტს იღებს. ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ ყაზრანგასთან დაკავშირებით ორივე მხრიდან შეიქმნა სამუშაო ჯგუფები. კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ვალებთან დაკავშირებით პრობლემა ამოწურულია. ჭიათურაში სამგზავრო საბაგირო გზების მშენებლობას ბაგირ გზების სფეროში მსოფლიო ლიდერი ფრანგული კომპანია პომა დააფინანსებს. საკითხი სამთავრობო დონეზე უკვე შეთანხმებულია და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით კომპანია ჭიათურაში 4 მიმართულების გზის მშენებლობას აპირებს. საბაგირო გზები ჭიათურის რაიონის მოსახლეობისთვის გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაც არის. ეკონომიქსი, რადიო იმედის ეთერში. განვაგრძოთ გადაცემას. რამდენიმე წუთში შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება. მანამდე კი ჩვენ საშუალება გვაქვს ხატია მოიწრეფაშვილისგან, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისგან გავიგოთ, რა ტიპის ინფორმაციის მიღებას შეძლებთ აღნიშნული სატელეფონო ცენტრიდან. ხატია, გამარჯობა. მოგესალმებით ირმა, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. ხატია, თუ შეიძლება უფრო დეტალურად გითხრათ ამ სატელეფონო ცენტრის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი ამოქმედდება. კერძოდ შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრი, კოლ-ცენტრი ამუშავდება. შემოსავლების სამსახური აქტიურად განაგრძობს დასახურის სტრატეგიის ფარგლებში მუშაობასაც, გადახდის გადავწყვეტ საპარტნიორო ურთიერთობას და უწყვეტი კონსულტაციის რეჟიმს გულისხმობს და სწორედ ამ ფორმატში დღეიდან ტელეფონის ნომერზე 2-299 ნებისმიერ გადასახადის გადახდოს სურვილს შეუძლია დაგვეკავშირდეს და მიიღოს კონსულტაცია. აქვე გეტყვით, რომ ზარი უფასოა მომხმარებლისათვის, ჩვენი მომსახურება უფასოა, უბრალოდ კონსულტაციის დრო ლიმიტირებული არ არის. 24 საათის განმავლობაში იქნება? არა, 24 საათის განმავლობაში ეს არ არის, ეს არის იმავე სამუშაო დროის განაკვეთში, რასაც მუშაობენ სერვის ცენტრები. ეს არის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9-დან 6 საათამდე, საღამოს 6 საათამდე. და ნებისმიერ მსურველს, რომელიც დაგვეკავშირდება, შეუძლია ინფორმაცია მიიღოს, კონსულტაცია მიიღოს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების, ასევე პროცედურების საბაზის შესახებ. ეს არის საბაზისო სატელეფონო ინფორმაცია.
საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მეშვეობით გადახდას ასევე შეუძლია ოპერატიულად მიიღოს ინფორმაცია როგორც საკანონმდებლო სიახლეებზე და პროცედურულ ღონისძიებებზე, ასევე შემოსავლების სამსახურის საქმიანობაზე. ელექტრონულ სერვისებზე ცდომის გასამარტივებლად თავაზობს გადამხდელებს სატელეფონო სერვისით ისარგებლოს და საგადასახადო სერვის ცენტრში მიუსვათ საგადასახადო დეკლარირების განხორციელების მიზნით ელექტრონული აქტივაციაც განახორციელოს. ყველა ტიპის ინფორმაცია, ყველა ტიპის ის ინფორმაცია, რომელიც მან უნდა მიიღოს სერვის ცენტრში, ეხლა შეუძლია გააკეთოს ინფორმაცია მიიღოს ასევე სატელეფონო ცენტრის საშუალებით. ანუ გამომდინარე იქიდან რომ დაინტერესება, ეხლა წინასწარ ვიცით რომ საკმაოდ დიდი იქნება, თუ გაქვთ საკმარისი რესურსი, რამდენი ოპერატორი მუშაობს და 20 ოპერატორი მუშაობს, კონსულტანტები არიან ისინი, უბრალოდ ოპერატორები არ არიან, აქედან 15 საგადასახადო მიმართულებებზე ორიენტირებული, 5 საბაჟო მიმართულების კონსულტანტია. გასაგებია, დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მაშასე 299 ეს გახლავთ შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრის ნომერი და თქვენ 9 საათიდან 18 საათამდე ყოველ სამუშაო დღეს შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებით. და ბოლოს ანაკლია განმუხურის მონაკვეთზე საზღვაო სეზონი გაიხსნა, მოქმედი სასტუმროები დამსვენებლებს უკვე ელიან. გახსნის დღისადმი მიძღვრილი ღონისძიება განმუხურის ამფითეატრში ჩატარდა, რომელზეც ადგილობრივებთან ერთად მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ უკრაინის დელეგაციის წევრები. ღონისძიებები დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდა, სადაც ქართულთან ერთად უკრაინული ნაწარმოებებით შესრულდა. უკრაინული დელეგაცია სამაგრელოში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. ამ დროისთვის სულ ეს იყო ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით. ეკონომიქსი რადიო იმედის ეთერს დაუბრუნდება 16 საათად და 15 წუთზე. მე ტრადიციულად შემოსავლიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.